გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით დილა მშვიდობისა. არც თუ ისე დილაა, მაგრამ ჩემთვის დილაა. როგორ ახართ მეგობრებო? მე რახან გუშინ შეგპირდით, რომ ხვალე დილას ერთად გავაკეთოთ რამე მეთქი. გავაკეთოთ. მე ხომ მაქვს კრემი გუშინ წინ გაკეთებული, შემორჩენი. ამიტომ ეს კრემიც რომ მოვიხმაროთ, გამოვაცხობ ახლა პატარა ბისკვიტს და მერე ბისკვიტისგან გავაკეთოთ რამე. დავიწყოთ ერთად ბისკვიტის გაკეთება. ხუთი ცალი კვერცხით ვაკეთებ. ცილა გამოვაცალკევოთ გულისგან. საკმაოდ დიდი კვერცხია და 4-ითაც გამოვიდოდა, მაგრამ იყოს 5. მე ამას ამოვიყვან ახლა მიქსერით. ამოვიყვანე. ჩავშვებ ახლა 5 კოლს შაქარს. ორსაც მერე ჩავამატებ, იმიტომ რომ თან მინდა ავთქვიფო და თან ჩავამატო. ესეც ამოვიყვანე. ეხლა ნელ-ნელა ჩავშვებ 5 კვერცხის გულს. იმიტომ ვრთავ, რომ არ ვიხმაურო და გიხსნით თან ეტაპობრივად როგორ ვაკეთებ. 5 კოლს ქვისსაც კარგად სავსეს ვაკეთებ. გავცრი. და ნელ-ნელა შევურევ მასაში. შევურევ ახლა ნელ-ნელა. ცოტა რომ დარჩა ფქვილი, ამაშიც შევურევ ახლა ვანილს.
ძალიან კარგი ბისკვიტის ცომი გამოვიდა. გადავიტან ახლა ჟარონაზე და გამოვაცხებ. აი, გამოვაცხოთ ახლა. მე მაქვს მოცვი ყოველთვის მაცივარში ჩაყინული. ახლა სადაც უკვე ყინულები აღარ აქვს, ამოვიღებ იმას და გავაკეთებ მოცვის სიროპს. რომ დავნამო ბისკვიტი. ბევრი არ მინდა. ორი კოზი საკმარისია და ცოტა წყალი. კოფის ჭიქის ცოტა მეტი წყალი. ამას ავადუღებ და გავაცივებ ახლა, რომ გავაკეთო მოცვის სიროპი. ბისკვიტიც მზად მაქვს, სიროპიც მზად მაქვს, კრემიც მზად იყო. დავუწდი ახლა შეგრილებას, ანუ გაცივდეს და მერე შევდგები აწყობას. გავშვენი ნიგოზი და შევვიო ცოტა ქიშმიში. ცოტა. ამოვიდე ერთმანეთში. ბისკვიტი შეგრილდა მეგობრებო. ეხლა ამას დავშვნი. გადასარევი ბისკვიტი გამოვიდა 5 კვერცხით. ოღონდ მართლა. აი ნახეთ 5 კვერცხით არ არის ახლა მაღალი, მაგრამ ბისკვიტი არის გადასარევი. ჟარონა დიდია და იმიტომ არ არის მაღალი. დავტეხავ ახლა. ძალიან პატარებად არა. აი საშუალო ნატეხებად. ამიტომ თქვი რომ ავაწყობ მეთქი. ნახეთ უბრალოდ როგორი ბისკვიტია. აი ნახეთ. ახლა დავიწყოთ აწყობა. მგონი არ ჩანვარ ხომ კარგად. გამოვწევაქით. ძირს დავაწყობ. მოც კარი დავხურო ბუდეში. ბევრს არა, არც მოფარვა არ უნდა ძირს, ისე რომ იქით-აქით იყოს მასულები. ასე საკმარისია. მერე ცოტა კრემიც დავდოთ. ცოტა, ბევრი არ უნდა. რომ გაჩვენოთ უკეთესად, აი როგორ. ეხლა დავაყაროთ ბისკვიტები.
ისე რომ ეს მასა ცოტა დაფაროს. მერე დავავაყაროთ კიდევ კრემი აქ უფრო ბლუმად. გადაანაწილოთ უნდა ისე რომ მერე რომ ეს ერთმანეთს დაეყრება ერთმანეთთან გადავიდეს. მიხვდებით თქვენ თვალითაც. თუ გინდა წაუსვით, როგორც გინდათ. მაგრამ ახლა იმდენად არ ვუსმევ, იმიტომ რომ ბისკვიტები ახალი დაგშნილია და არ მინდა რომ დავტკებნო. ეხლა ნიგოზი და ქიშმიში თქვენი სურვილის მიხედვით, თუ არ გინდათ სხვა რამე გავუკეთეთ. ეხლა სიროპი დავასხათ. ისევ მოცვის მარცვლებიანად, როგორც ტორტს ავასხამთ ისე. დავაყაროთ ისევ ბისკვიტი. ისევ კრემი. კუთხეებში არ დაგრჩეთ კრემის გარშე. უკრემოთ არ დაგრჩეთ არც ერთი ნაწილი. ავასხათ ისევ სიროპი. მარცვლებიანად. ხმაურიანი საქმეც და ბოდიშით. ისევ ნიგოზი და ქიშმიში. თქვენ თუ გინდათ სხვა ხილით გააკეთეთ სიროპი, თუ გინდათ არ გაუკეთოთ ნიგოზი თქვენი სურვილის მიხედვით. ეხლა ისევ დავაყაროთ. ასე სიროპიც დავამთავროთ. მე კრემი თითქმის აღარ დამჩა ბევრი და რაც დაგრჩებათ კრემი თქვენ წაუსვით, აღარ დააფინოთ. ხლად წაუსვით. აი წაუსმევ და გაჩვენე.
ამ სიროფსაც დავასხამ ბოლომდე. ეხლა მე ისევ დავაწყობ ზემოდან ცოტა მოცვის კაკლებს, სულ ცოტას. საბოლოო შეხედულს ხედავთ ალბათ, როგორ ჩანს არ ვიცი. ეს არის ტორტის ძირი, დავდებ ასე. გადმოვატრიალებ. ახლა შეხედეთ ვიზუალს. აი როგორია. ამას დავდგამ ახლა მაცივარში. გავაჩერებ 1 საათს, ეს კარგად შეცივდება, შეგრილდება და თუ ამ ვიდეოში მოვასწარი დავჭრე და გაჩვენებთ, თუ არა შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ. არის გემრიელესი. შეგიძლიათ სხვადასხვა ხილით გააკეთოთ. არის ულამაზესი. აი ნახეთ, თუ გინდათ გვერდით. მერე რომ გაცივდება ეს კარგად მაცივარში, ამ ზედა ნაწილს ამ რაშიცაა ჩალაგებული, ამოვიღებთ, ის ნამცხვარი არ დაიშლება. ტორტივით არის. არ დაიშლება, ის ჩაცივებული და იქნება ასე. კოფესთან არის გადასარევი. აი მეგობრებო, რისი ჩვენებაც მინდოდა და გაკეთება გუშინ და ვერ გაჩვენეთ. თქვენ შეგიძლიათ ბანანით გააკეთოთ, შეგიძლიათ სხვა ხილით გააკეთოთ, მაყვალით, მალინით, რავთ, ნებისმიერი ხილით შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და სიროპიც შეგიძლიათ სხვა ხილით მოამზადოთ. მართლა ძალიან გემრიელია. ჯერ ლამაზია, უცნაურია და ყავასთან მიდის გადასარევად. ისეც გემრიელია და ყავასთან მით უმეტეს. ახლა ამას 1 საათი ჭირდება რომ გაცივდეს. ხოლო თუ მოვახერხე, იმიტომ თქვი წერღანდა 1 საათი დროა რომ უნდა გაცივდეს და თუ მოვახერხე, დავჭრი და ჩავაგდებ ამ ვიდეოში. თუ არა და შემდეგ ვიდეოში აუცილებლად გაჩვენებთ როგორია. აი მეგობრებო, დღეს სულ ეს იყო. მინდოდა ძალიან მომეტანა თქვენამდე. ამ ასეთ ვაკეთებდი კიდევ როგორ. პატარა ჯამებში ვაკეთებდი, ანუ პატარა კონტეინერებში ვაკეთებდი, ასე როგორც ახლა იყო ჩაწყობილი ისე, ამოვატრიალებდი და თითო თეფშზე შეგიძლიათ თითო ადამიანს მიართვა. ასეც ვაკეთებდი და ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა რა ვიცი, რატომღაც ასე მთლიანად და დაჭრი, სულ ერთია და ისე უკეთესია. მერე დაჭრა აღარ უნდა, პატარ-პატარა ჯამები, თან არ მქონდა ახლა ესეთი პატარა კონტეინერები. არ უნდა მაინც და მაინც გამჭვირვალე, შეგიძლიათ დახურულ კონტეინერში გააკეთოთ, ოღონდ პატარებში. გინდოთ კუთხედი იყოს და გინდ რგვალი, რა მნიშვნელობა. და მერე თეფშზე რომ გადმოიტან, ძალიან ლამაზია. მისართმევათაც ლამაზიც არის, კოხტაც არის და უცხოც არის. ეს მე არავის არ უსწავლებია ჩემზე და არ საიდან არაფერს არ ვსწავლობ, მეგობრებო. მე არ ვსწავლობ, რას გულისხმობ. ანუ ვიღაცამ მასწავლოს, მოდი ეს ასე გააკეთე, მოდი ეს არა. მე ყველაფერს ვსწავლობ თითქმის ყურებით. ასე აკეთებ და მე რომ მუშაობდი ხაჭაპურებზე, ნამცხრებზე, იქ ერთი ქალი აკეთებდა ასეთ რაღაცებს და იქ თან ყავის დასალევი ადგილიც იყო და ვინც მოდიოდა
თქვათ საყიდლად, შეეძლო ყავაც დაელია და ცალკე ნამცხვარიც ეყიდა, თქვათ და იქვე დამჯდარი იყო და მიერთმია. ხო და ის ქალი რომ აკეთებდა, ის ზარეული ვთქვათ, მე ნამცხვარი, რაც ყველაფერს აკეთებდა და უფრო მზარეულს ვიტყვი. იმისგან ავითვისე მე ჩემით. და გუშინ გამახსენდა რატომღაც კრემი რომ დამრჩა, მაგიტომ გამახსენდა და ის მასე რაღაც რომ მორჩებოდა, თვითონ მოიგონებდა. ომის იქ კრემი არ გაფუჭებულიყო, იქ ბისკვიტი, რაღაც კუთხე არ დარჩენილიყო, იქ რაღაც და ასე ყველაფერს აკეთებდა მისი ხელით და გამახსენდა ეს და გავაკეთე და ბევრჯერ გამიკეთებია და მართლა გემრიელია. ჩემს სიტყვას ენდეთ მეგობრებოდა, თუ დაგაინტერესებს ცადებ. დაგემშვიდობებით ახლა. ბედნიერ და ხალისიან დღეს გისურვებთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. აბა საღამოდ.